ალბათო თამთა გამარჯობა. მე პასუხი გაგიცით არა, ჩვენ ხო გაზეთი არ ვართ, რომ ბეჭდური ვერსია შევთავაზოთ მაყურებელს. მე ყველა თქვენს კითხვაზე პასუხი გაგიცით. ალბათო თამთა. ადასტურებთ ხო მდინარეძესთან მეგობრობა? და რატომ არის დასამალი მდინარეძესთან მეგობრობა? არ არის დასამალი, ფაქტს ვაზუსტებ ალბათო. კი, მდინარეძესთან მეგობრობთ. რამდენი ხანია? 20 ან 25 წელია. ეს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი პირველი მოადგილის მეუღლეა. თამთა დანელია შაბათის ეთერს udasturებს, რომ მისი ქმარი რონი როლანდ-მესხი მამუკა მდინარაძის სიყრმის მეგობარი და უახლოესი გარემოცვის წევრია. ბოლოს როდის შეხვდით მამუკა მდინარაძეს? ხარისი არ მიმახსოვრე. Facebook-ზე ძალიან აქტიურად თუ კომენტარებთ, თუ ლაიქებთ. კი, რა თქმა უნდა, 25 წლის მეგობრობა არც როგორ არ უნდა დავკომენტარო. არ გახსოვთ? მამუკა სადაც არ უნდა იყოს, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს. მამუკა ჩვენი 25 წლის მეგობარია. ჩვენ თვიჯერ პირველ რიგში მეგობრობა არის და მე დანერგილი ვარ. როლანდ-მესხი რეჟიმის მინისტრის მოადგილედ მას შემდეგ დანიშნეს, რაც სახელი აქტივისტ ქალებზე ძალადობით გაითქვა. ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე 20 წლის გოგონა თმით სწორედ მანათრია. თქვენი როგორც ქალის, როგორც დედის პოზიცია მაინტერესებს, როდესაც თქვენი მეუღლის კადრები ნახეთ, მაშინ რომ სწუნდა სტუდენტს, რა განიცადეთ მაშინ? თქვენთვის პრობლემა არისო ეს? რაც ნახეთ, მართლა გულწრფელად მაინტერესებს. რომ პრობლემა ყოფილიყო. მე ხომ გითხარით, რომ ეს იყო ჩემი ობიექტური აზრია, ამ კადრებს ობიექტურად ვინ შეხედავს, ყველა ნახავს, რომ გამიზნული არისო რონის მიერ თმის მოკაჩვა. ხარზე მოკიდა ხელი და ხარზე ხელის მოკიდების შემდეგ თმაზე შეეხო. შეეხო? გამიზნული არის. კადრი არ გინახავთ თმაში რომ მოკიდა? მოკიდა, მაგრამ დაკავების დროს მე სამართალდამცავი ვარ, დაკავების დროს წინასწარ განსაზღვრული არ არის, უცებ რა მოხდება. პოლიციელი ქალი პოლიციელ ქმარზე საუბრისას ზუსტად ისე მსჯელობს, როგორც მაგალითად ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე. სუბიექტურობა და ობიექტურობა ერთმანეთში სავარაუდოდ სწორედ ამიტომ აირია. ეს იყო შემთხვევითობა. შემთხვევითობა. შეიძლება მხარზე მოგიხდეს ხელი. არა, თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული რომ ობიექტური ხართ გალბატონო? ვარ, მე ჩემას გეუბნებით. მithmetes ეს თქვენი მეუღლეა და რანაირად ხართ დარწმუნებული რომ ობიექტური ხართ? თქვენ ეს კადრებს უყურე. და კადრებში არ ჩანს რომ თმაში წუდა? თმაში წუდა თავიდანვე? თავიდანვე რას ნიშნავს? შეხედე, ჯერ მხარში კიდევ და მე თმას. სუბიექტურობის გამოსარიცხად ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაჩვენებთ კადრს, რომლის გამოც პოლიციელი რონი კვირის ყველაზე პოპულარული მოძალადის სახელით გახდა ცნობილი. საჭიროა ცხადი არ იყო, იმიტომ რომ გაფანტარა გოგო ვარ, ვერაფერს არ დავუშავებდი და ცოტა ხანის რო გაიგზელებინა სიარული დარწმუნებული არ არის პრობლემას არ ვქნიდი. ბოლოს დაუნებდები და გამოვიდოდი, მაგრამ მათთვის ინსტინქტური ქცევა ის, რომ ანუ არ აქვს პატივისცემა ადამიანის მიმართ და ქალების მიმართ. 21 აპრილს 20 წლის ნატა ჭიოკაძე რუსთაველის გამზირზე იდგა, როდესაც რონი მესხი მასთან ზურგიდან მიდის. სიტყვიერად გოგონასთან კომუნიკაციაში არ შედის. არც აფრთხილებს და პირდაპირ თმაში სწდება. სულ არის და არის ნანა ქალბატონ თამთა რომ ასე არ მომხდარიყო ეგ მაგ თემაზე ხო შევთანხმდით რომ ჩემი ობიექტური აზრი და ყველა ნორმალური ადამიანის ვინც ობიექტური არის ნახავს რომ ეს არისო გამიზნულად თმის მოკაჩვა. ანუ ის ხალხი ვინც ფიქრობს რომ ეს იყო გამიზნულად თმის მოკაჩვა ნორმალურები არ არიან მაგის თქმა გინდათ ახლა? სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის დაზიანება. იურისტების განმარტებით თმითრევა სხვაგვარ ძალადობაში კლასიკურად ჩდება, რაც რონი მესხის ბრალეულობაზე მიუთითებს. ვინმე ამ საქმეზე გამოკითხა, გამესაქმეა. პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პოლიციელების უკან ასევე პოლიტიკურად მოტივირებული უწყებებით განანდა შესაბამისად რონი მესხის გამოკითხვაზე დაბარება არავის უფიქრია. მეტიც, ქალის თმით თრევიდან ერთ კვირაში ის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს. ფიზიკურად ძალაობდა თვითონაც და თვითონ არ ძალაობდა ფიზიკურად, ვერავის ვერ ხედავ რომ ძალაოდოს. პოლიციას არ ხედავ, მაგრამ მე ვხედავ. ნახეთ კადრი. არ მინდა მე ვიყავი იქ და რა თქმა უნდა კადრის. გომელაურის მოადგილე ტყუის, თუმცა ეს ერთადერთი ტყუილი არ არის. სიტყვიერი შეურაცხყოფისგან. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვის? პოლიციას. ვინ პოლიციას? გაქვთ მტკიცებული? ვის აკავებს იქ? კამერის ჩანაწერები არსებობს? სამფრე კამერები წარუადგენ სადაც საჭიროა იმ პირი.
არ არის სავალდებულო კამერის ჩანაწერი. ხო თქვით რომ მაქვს კამერის ჩანაწერიო? მე როდის გითხარით? თქვენი ძახით ხო, პირდაპირ ეთერში კი კითხვა დაგისვით და თქვენ მითხარით რომ კი გვაქვს. ჩანაწერი წარუდგენთო. მტკიცებულება გაქვთ. ხო, პოლიციელები ჩვენება იქ. გაქვთ. პოლიცია და სამხრეთ კამერით გადაღებული? სამხრეთ კამერა ჩვენ არა გვაქვს კრიმინალურ პოლიციას. სამართლიან სახელმწიფოში რონი მესხის წინააღმდეგ დაწინაურების ნაცვლად გამოძიება 333 მუხლითაც დაიწყებოდა. რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ნიშნავს, თუმცა იქ სადაც ირაკლი დგებუაძე ირწმუნება, რომ ზია ამაღლობელის გაწნულმა სიამ ტკივილი მიაყენა, ნატა ჭიოკიძისთვის თმის მოქაჩვით მიყენებული ტკივილი არავის აინტერესებს. მომხდარიდან უკვე 5 დღე გავიდა და სამართლებრივი შეფასება არც ერთი უწყებისგან არ მოგვისმენია. ზია ამაღლობელი კი 103 დღეა ციხეშია და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზია ამაღლობელი რის გამოდის იცით ციხეში? სილის გაწნის გამო და თქვენ აქ რას აკეთებთ იცით? თქვენ ციხეში უნდა იჯდეთ ესე იგი. რონი მესხის ყველა ვერსიის ჯერა ცოლს, რომელიც თავადაც პოლიციელია და გომელაურის კრიმინალურ დეპარტამენტში საქმეებს იძიებს. ქალბატონი თამთაც რომ რეჟიმის ნაწილია, ეს თითოეულ მის სიტყვაში იგრძნობა. ჩემი უღლის არანაირი დავალებები არ აქვს. უკვე 20 წელია ერთად მუშაობთ თითქმის. და ჩემი უღლის არანაირი დავალებები ის რაც რუსთაველზე ხდება, ახლა პოლიტიკური დავალებები არ არის, რასაც პოლიცია ასრულებს თქვენი არა. სამართლებრივ ნორმებიდან არავინ არ გამოდის და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს ჩემი მეუღლე. როგორც სხვა ნებისმიერი ახალგაზრდები ეს საზოგადოებრივ წესრიგის დაცვა? საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. კონკრეტულ შემთხვევაში არ უყურებ ხომ, იცით რამდენი საქმეა აქვს? ანუ კადრებს ქვეყანაში რა ხდება არ უყურებ? მე ჩემი საქმეები მაქვს ძალიან ბევრი საქმეები მაქვს. ანუ 150 დღე ამ რეჟიმში ცხოვრობს ქვეყანა და არ გაგიგიათ ამ სხვა საქმეებიც მაქვს. უფრო მნიშვნელოვანი. კი, მნიშვნელოვანი. სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას ქალბატონი თამთა ზუსტად 6 საათზე მორჩა და სახლში მალევე დაბრუნდა. მინისტრის მოადგილის ცოლი გამომძიებლად მუშაობის გარდა უძრავი ქონების მართვის კუთხითაც ძალიან დაკავებული უნდა იყოს. Hello. You rent this flat, yes? Yes. From Tamta Danelia. Yeah. Okay. Okay, thank you. Sorry. საკუთარ სახელზე და რონი მესხის მფლობელობაში არსებული ბინების ერთი ნაწილი ცოლ-ქმარს გაქირავებული აქვს. და პოლიციელების ხელფას გარდა შემოსავალს იჯარიდანაც იღებენ. ეს სულ გაქირავებულია, ეს ამდენი წელი აქ არავინ არ ცხოვრობს. იმიტომ არ ვინახია. პოლიციელების ოჯახი ემზადება კერძო სახლის მშენებლობისთვის თბილისის უძველეს და ეკოლოგიურად სუფთა რაიონშიც. ბინარის და საიდან მოვიდა როლანდ იგივე რონი მესხი, შვილის თანატოლი გოგონას ძალადობამდე. მესხი სააკაშვილის ხელისუფლების დროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ცნობილი სოდის. როგორ მოხდა მისი პორტირება ოცნების მთავრობაში, ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ რონი მესხის ასევე პოლიციელი ცოლისგან მივიღეთ. სოთში თქვენი მეუღლის მუშაობაზეც მიამბეთ რა თუ შეიძლება, წინა ხელისუფლების დროსაც როგორ ახერხებდა მუშაობას და ახლაც როგორ ახერხებს. დინარაძე ხომ არ იყო შუამავალი ამ შემთხვევაში? როგორ ახერხებს? ჩემი უღლი სადაც გაიკითხავთ, ნახავთ რომ არავინ არ ჭირდება პროტეჟეთ. თქვენ მეუღლეს ახლა გულში რომ ჩავწერთ, ეს ძალადობის ფაქტი ვარდება პირველი. კიდევ რა შეგვიძლია მოვიწიოთ? ეს ძალადობის ფაქტიც თქვენი შეთხზული არის? ჩემი შეთხზულია. კი, ზოგადად სუბიექტური ტელევიზიები შეთხზულია. ვიდეო მასალა არსებობს, ახლა ჩემი შეთხზვა რა შეჭირდება მაგას. საძიებო სისტემაში, სატელევიზიო არქივსა და რონი მესხის ბიოგრაფიაში კიდევ არაერთი ეპიზოდია, რომელიც მას მამუკა დინარაძესთან აკავშირებდა და აკავშირებს. ყველაფერი იურიდიულ ფაკულტეტზე დაწყებულა. ერთად დაასრულეს იურიდიული ფაკულტეტი, ხო? კი. ხო, მაგრამ ყველასთან არ გააგრძელებდა ალბათ მეგობრობას, ვისთან ერთადაც სწავლობდა და დინარაძესთან როგორ მოხდა ეს? ჩემ ქმარ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს. ხო, პოლიტიკოსებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბევრი პოლიტიკოსი ყავს კიდევ მეგობარი. კი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ამიტომ ხომ არ არის ასეთი დავალებები მისთვის ადვილად შესასრულებელი, ანუ პოლიტიკურ დავალებებს. ჩემი უღლის არანაირი დავალებები არ აქვს. უნივერსიტეტში დაწყებული მეგობრობა ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. შაბათის ეთერის კონფიდენტი გვიყვება, რომ გამომძიებელ დინარაძეს მაშინ თანაშემწე ჰყავდა და ეს თანაშემწე რონი მესხი იყო. ზუსტად ამ პერიოდში დააკავეს ოცნების ახლანდელი ლიდერი, რასაც შაბათის ეთერთან ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ თავად გვიდასტურებს. ამაზე იყო დაჭერილი ის გამომძიებელი, რომელიც აგერ თქვენ წინ ზის მაშინდელი გამომძიებელი. სანდო წყაროს ცნობით, მდინარაძე მაშინ საგამოძიებო ნაწილის უფროსთან, ზაზა მესხთან ერთად იყო დაპატიმრებული. მესხსაც მდინარაძე ჩვენთან ინტერვიუში ახსენებს. კითხე მხოლოდ ჩემი საგამოძიებო უფროს, რომელიც მართლა ვაჟკაცურად მოიქცა და მანაც არ კითხა არავის, ერთადერთი კაცი იყო ზაზა მესხი, ვისაც კითხე, რომ უნდა გაუშვა მეთქი ისინი რამე საწინააღმდეგო და არა და დამეტყვა ბეჭედი.
ზაზა მესხი ახლა უკვე ვახო გომელაურის პირველი მოადგილის რონი მესხის ბიძაა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ძალოვან უწყებაში მდინარაძე სწორედ მესხის პოლიციელმა ბიძამ მიიყვანა. ამის გამო კი ოცნების საპარლამენტო ლიდერი მოძალადე პოლიციელის ოჯახთან დღემდე ვალშია. მამუკა მდინარაძის სიყრმის მეგობარი რონი როლანდ მესხი აქტივისტი ქალების წინააღმდეგ საბრძოლველად წინა პოზიციებზე ახლახანს გამოჩნდა. სწორედ მესხმა გასცა რუსთაველის გამზირზე გიორგი ანწუხელიძის პლაკატით ხელში მდგომი გოგონას დაკავების ბრძანება. თქვენ ფიგურირებთ ერთ ვიდეოში თამარ კურატიშვილის დაკავების ღონისძიებაში და რა სახის შეურაცხყოფა მოგაყენათ? მაგალითად შეგიძლიათ გაიხსენოთ? ესე მალე დაგავიწყდათ? მესხი ირწმუნება, რომ გოგონა ანწუხელიძის პლაკატით შეურაცხყოფას აყენებდა. მსგავსი არაფერი ჩანს კადრებში. მალევე ტრადიციულად პოზიცია შეცვალა და სულ სხვა ვერსია შემოგთავაზა. რატომ დააკავეთ? იმიტომ რომ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. რაში გამოიხატა? არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას. ტროტუარზე იყო გახსოვთ ხო? ეს ხო გახსოვთ? სამჯერ არ დაემორჩილა. ესეც ტყუილია. კადრებში კარგად ჩანს, რომ გოგონა ანწუხელიძის პლაკატით ტროტუარზე დგას, პარლამენტის კედელთან. მას 5-მდე პოლიციელი უეცრად მივარდება და ისე აკავებენ. ქალებზე ძალადობა საკუთარ თავზე, როგორც ჩანს, რონი მესხმა გააზრებულად აიღო. ესაა კიდევ ერთი ვიდეო, ისევ ახალგაზრდა გოგონას, ისევ რონი მესხი გადასცემს დასაკავებლად. ქალზე ძალადობის შემდეგ მინისტრის მოადგილედ დაწინაურებული პოლიციელის ოჯახიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. ამ ფოტოზე რონი მესხის დედა სალომე ზურაბიშვილთან ერთად პოზირებს. ეს ის დროა, როდესაც ოცნების მხარდაჭერი ზურაბიშვილი კენჭს იყრის. ოცნებიდან დისტანცირების შემდეგ კი როგორც ჩანს, ახლო კავშირი გაწყდა. ქალბატონ თინასთან ჩვენ ამ თემაზე შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა. რონი მესხის დედა რამდენიმე დღის განმავლობაში გვემალებოდა. სახლში იყო და კარს არ გვიღებდა. კონცერტი აი ხო ვაკრავდი ხო პლაკატებს და მიგვიჯდა და ვიღაცა და დავინახე ქალბატონი რა იყო. აღადიშვილი აგუში რო ფოტოზე იწალა და პოლიცია. ვისაც როგორ შეუძლია ოცნების სამსახურში ისე დგას. რონი მესხი აქტივისტ ქალებს ქუჩაში თმითათრევს. მისი ოჯახის წევრები კი მესხის სახლთან პროტესტის კვალს შლიან. შარჟირებული ყალაჯის დენის პლაკატები და ეგეს ხედა ხოლმე. დაინახეთ რო ეკითხება? კი. კარგით რა. ორჯერ სამჯერ დავინახე, ვიხედებოდი რა სპეციალურად მაინტერესებდა. პოლიციელები რეჟიმის სამსახურში. ერთადერთი ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შემორჩა და რომელზეც ოლიგარქი ახლა დგას. ნიღბით თუ უნიღბოთ, ქალის თუ კაცის, ახალგაზრდას თუ ხანდაზმოლის, ყველას წინააღმდეგ წამსვლელი ფორმიანები სრულად არიან ჩამდგარი ოლიგარქიული რეჟიმის სამსახურში. თუმცა ყველა არ არის თანახმა იძალადოს, უკანონო ჯარიმა მიიტანოს, ქალი ციხეში ჩასვას, შვილის ტოლებს სახისძულები დაუმტრიოს და ნარკოტიკი ჩაუდოს. ამიტომ ახლა წინა ხაზზე ახალი სახეები გამოიყვანეს.